მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან სულხმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწვევით გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. დღეს მინდა ესეთი გაშლა გავაკეთო თქვენზე, აკეთებენ თუ არა რაიმე ნეგატიურ ზემოქმედებას, ხო? ვინმე აკეთებს თუ არა რამეს. და რატომ მომინდა ახლა ეს გაშლა უცებ გეტყვით, იმიტომ რომ ზოგადად სამყარო ყველა ადამიანს რაღაცა მინიშნებას გვაძლევს ხოლმე მაგ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ფიზიკურად არ ვაქცევთ ყურადღებას და იშვიათია, რომ ვინმე მიაქციოს რაღაცა ნიშნებს ყურადღება ხოლმე. მაგალითად ახლა მე შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც ჩემზე ხორციელდება რაიმე თქვა თვალის მდგომარეობა, ან ვინმეს რაღაცა სიტყვით, ან თუ რა ვიცი ვიღაცა რამეს ცდილობს, ჩემზეც არის ეს მომენტი, მე პირადად მაგათაც წყლის სტიქია ძალიან მარტივად მავცნობს ხოლმე ამ ყველაფერს, უბრალოდ სახში წყლის მილები გამოდიან წყობილებიდან, რაც უკვე ვიცი, რომ რაღაცა ზემოქმედება არის. თუ არ მექნება რეაგირება, ვატყობ ხოლმე, რომ რამოდენიმე დღეში მეწყება უკვე რაღაცა უემოციობა, დაღლილობა და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს უკვე დატესტილი მაქვს და უკვე ზუსტად ვიცი, წყლის მილს რაღაცა რომ მოუვა, ვიღაცა რაღაცას უბრალოდ ცდილობს. ნუ ახლა რამდენად გამოსის ეგ უკვე თავის საქმეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცდილობს, ხო, რაღაცა მცდელობები არის. ასევე იქნება თქვენთანაც რაღაც პატარა ნიშნები, რომელსაც შეიძლება არ აქცევთ ყურადღებას და მოდით ამხეთ აბა რას გვეტყვიან და და სამყარო რას გვეტყვის, ნახოთ, მოდით იყოს ესე სამი ვარიანტი, რომ მაინც რაღაცა თქვენი ინტუიციაც ნახოთ როგორ მუშაობს. პირველი ვარიანტი, აკეთებენ თუ არა რაიმეს, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი და იმისთვის კიდე რომ უფრო კარგად გავაკეთოთ, მოდით ესე ავიღოთ ქვები. ლაზურიტი, მგონი ჩანს, ესე. მეორე იყოს ესეთი იასპი, დამატინელი და ამეთვისტო. პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი, ნახოთ, გაქვთ თუ არა რაიმე ნეგატივი და ცდილობთ თუ არა ვინმე გაგიკეთოთ რაიმე ესეთი ან თვალი, ან რაღაცა გისურვოთ ცუდი, ხო? მოკლედ, პირველი, მეორე, მესამე, ჩაიფიქრეთ და მე დავიწყებ, ხო? გადავდებ მეორე ვარიანტს, გადავდებ მესამე ვარიანტს და დავიწყეთ, ვინც აერჩია პირველი ვარიანტი, აკეთებენ თუ არა თქვენთან მიმართებაში. ნახეთ, აქ როგორი მომენტია, იცით? თქვენთან მიმართებაში ესე კონკრეტული გაკეთება ნამდვილად არ არის. თუმცა გეტყვით იმას, რომ ძალიან ესე ვთქვათ, გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც თქვათ თქვენს ენერგიას იპარავენ, ხო? და რაში მდგომარეობს ამ ენერგიის მოპარვა გეტყვით. როდესაც თქვენ საუბრობთ თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე, თუნდაც თქვათ, რომ რაღაცა არ გაქვთ, ხო? არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა ილსაუბროთ თქვენს სურვილებზე, თქვენს გეგმებზე, თქვენს თუნდაც წაწუწუნებაზე, ხომ? იცოდეთ, რომ ადამიანები არიან თქვენს გარშემო, ვისაც რაღაცნაირად არ მოსწონს, შეიძლება ითქვას, თქვენი წინსვლა, ხო? არ მოსწონთ ის მომენტი, როდესაც არ ხართ არავისზე დამოკიდებული, როდესაც საკუთარი თავის იმედი გაქვთ, როდესაც თქვენ შეგიძლიათ, რომ თქვენი ცხოვრება ისე მოიწყოთ, როგორც თქვენ გინდათ, ხო? შეიძლება ადამიანს არ ქონდეს მილიონები, მაგრამ ნახეთ, აი ეს რაღაცა განკუთვნილი თავისი ხელფასია თუ რაც არის, არ აქვს მნიშვნელობა, პატარა მინიმალურიც კი იყოს ამ ადამიანისთვის რაღაცა დამაკმაყოფილებელი იმ მხრივ, რომ გამოყოს თავისთვის რაღაცნაირად ის რესურსი, რომ სადმე გაიზიანოს თავის თავს რაღაცა, თუნდაც ერთი ნაყინი უყიდოს, ხო? თუნდაც რაღაცა ახალი კაბა იყიდოს, ხო? არ აქვს მნიშვნელობა რასთან მიმართებაში, როდესაც თქვენ ამბობთ იმას, რომ რაღაცა ახალი შეიძინეთ, რაღაცა ახალი გააკეთეთ, მიუხედავად იმისა, რომ გაქვთ თუ არ გაქვთ იმ რაოდენობით, ხო? იცოდეთ, რომ თქვენს ენერგიებს ამითი იპარავენ. ესე კონკრეტულად ნამდვილად არავინ არ დგას და არ გიკეთებთ, თუმცა თქვენს ენერგიებს უბრალოდ
ადამიანები იპარავენ, ხო, იპარავენ იმითი, რომ არ მოსწონთ, როდესაც მათზე უკეთესად გამოიყურებით, ხო, მათზე რაღაცა მეტს ახერხებთ, რომ გააკეთოთ. კიდევ ერთი ის მომენტია, როდესაც თქვენთან მოდიან ადამიანები და ნახეთ, იწყებენ წუწუნს, ხო? აი თქვენ მაგ დროს კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გერთმევათ ენერგიები, ანუ სულ როდესაც ადამიანი ისმენს ვიღაცის რაღაცა პრობლემებთან დაკავშირებით, სულ რაღაცა უჭირს, სულ რაღაცა ფულს გთხოვს, ნახეთ, არიან ადამიანები, რომლებიც აი შეიძლება ითქვას ყოველ თვე, ყოველ კვირა რაღაცა 5 ლარი, 2 ლარი, 1 ლარი რაღაც აი იცოდეთ რომ ეს ადამიანები თქვენ ენერგიებს გართმევენ უბრალოდ და თქვენი ენერგიები ამით პაუზდება, თქვენ რესურსი, რომელიც უნდა კიდევ უფრო მეტად მოიხმაროთ თქვენთვის, ამითი თქვენ რაღაცნაირად აშინებთ ამ რესურსს, ხო? აშინებთ და საბოლოო ჯამში რაღაცა ერთ წრეზე ტრიალებთ. არც წინ მიდიხართ, არც უკან მიდიხართ, რაღაცა სტაბილურობაზე ჩერდებით და ხართ აი ამ ციკლში, ხო, ესე რა ვთქვათ რა, თითქოს ყველაფერი რიგზეა, თითქოს ყველაფერი კარგად არის. კი, რაღაცა მომენტში თქვენ თავისთვისაც რაღაცას აკეთებთ, მაგრამ ნახეთ, იმაზე მეტი გაქვთ რესურსი და იმაზე მეტის გაკეთება შეგიძლიათ თქვენ, თუ კი თქვენ შეძლებთ და დაიცავთ რაღაცა სხუდეს აღმართავთ, არ მოусმენთ ამდენ წუწუნს, ხო? არ მოყვებით თქვენს ამბებს საზოგადოებაში, რომ თქვათ რაღაცა ახალი შეიძინეთ, თუნდაც კი მესმის, რომ ძალიან გინდათ, რომ გაახაროთ ადამიანები და აი რაღაცა თქვენი სიხარული გაუნაწილოთ, მაგრამ ფაქტია, რომ აქ ადამიანებს აქვთ ის მომენტი, როდესაც ანუ უბრალოდ შეიძლება იგითხრათ, რომ რაც გინდოდა კიდევ ერთი კაბა, ხო, რამდენი კაბა გაქვს, აი არიან აქ ისეთი მომენტი, როდესაც ადამიანები რესურს გაკარგვენ, აქ თითქოს თქვენ თვითონვე უკეთებთ რაღაცა მომენტს ისეც, როდესაც თქვენს ენერგიებს, როდესაც ბლოკავთ, ანუ თქვენი აი ამ მიმღებლობით, სხვისი პრობლემების მიმღებლობით, გაცემით თქვენი თანხების, თუნდაც გასესხებით, რომელიც შეიძლება ან საერთოდ არ დაგიბრუნდეთ, ან უბრალოდ დაგიბრუნდეთ ძალიან გვიან და პლუს მაგას, აი როდესაც თქვენ საუბრობთ თქვენს რაღაცა გეგმებზე თუ რაღაცა წინსვლაზე, ხო? აი ესეთი არის პირველი ვარიანტი, ესე კონკრეტულად ნამდვილად არავინ არ დგას და არაფერს აკეთებს, თუმცა აი რაღაცა ეს მომენტები თქვენთან მიმართებაში ნამდვილად ისახება. კარგით, ეს იყო პირველი ვარიანტი, ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი ისევიასპი. მეორე ვარიანტი ვინც აირჩია, აკეთებს თუ არა. აი აქ უკვე შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული ქალბატონი წუხდება და რაღაცნაირად რაღაცა სიტუაციებს ნამდვილად აკეთებს თქვენთან მიმართებაში. უბრალოდ რამდენად გამოდის, ეს ცოტა სხვა მომენტია, მაგრამ ნახოთ აბა. აქ უფრო რატომღაც ესეთი ინფორმაცია მოდის, რომ პირად ურთიერთობებთან მიმართებაში აკეთებს ვიღაც ქალბატონი, არ ვიცი ვინ არის ეს ქალბატონი, ყოველ შემთხვევაში ქალბატონი, რომელიც ძალიან გაბრაზებულია, შეიძლება ითქვას თქვენზე და საკმაოდ ესეთი განაწყენებული არის, რომ თქვენ გაქვთ თქვენი ემოციები, პირადი ურთიერთობა, სადაც რაღაცნაირად ჰარმონიულ მდგომარეობაში ხართ და ცდილობთ, რომ თქვენი ურთიერთობები დაანგრიოს, ხო? აი ნახეთ, თუ თქვენ გეგულებათ ესე კონკრეტულად ადამიანი თქვენს გვერდით, რომელიც ხშირად გაცლოთ, ნახეთ როგორ აი გაგკიცხავთ თქვენი ქმედებების გამო პირად ურთიერთობასთან მიმართებაში, ან რაში გჭირდება ეს ადამიანი, ან რატო გინდა. ნახეთ, აქ არის როგორი მომენტი, რომ ადამიანი ცდილობს, რომ გარდა იმისა, რომ შეიძლება კომუნიკაციის მომენტიც გქონდეთ ამ ადამიანთან, ან შეიძლება უკვე დაასრულეთ, მიხვდით, რომ ამ ადამიანის ენერგიები თქვენ განგრევთ და არ გსიამოვნებდათ და რაღაც მომენტი, მაგრამ ეს ადამიანი როგორ არის, აი თითქოს ზის და სულ ფიქრობს თქვენზე, თქვენს ურთიერთობებზე, თქვენს
მდგომარეობაზე, რატომღაც აი გითვალთვალებთ რაღაცნაირად ეს ადამიანი ცდილობს, რომ ყველანაირად შექმნას ის ბარიერები, შექმნას ის პრობლემები თქვენს პირად სივრცეში, რითაც თქვენი პირადი ენერგიები, პირადი ურთიერთობების ენერგიები კონკრეტულად აი ამაზე მუშაობს, არ იყოს წინ, ხო, არ ვიცი, შეიძლება ამ ადამიანს თქვენ და მიმხელა მოჯაჭვულობა აქვს თვითონ ამ ქალბატონს, რომ ნახეთ როგორი მომენტი თუ მეგობრის კუთხით განვიხილავთ, თქვათ და ესეთი ის არის ეშინია რომ არ დაკარგოს თქვენთან მეგობრობა, იმიტომ რომ დროს იმდეს ვეღარ უთმობთ, ხო? ნუ შესაძლებელია, ნუ ვიღაცა სხვა იყოს, ხო, ადამიანი, რომელიც თქვათ თქვენს პარტნიორს ყავდა, თქვათ ყოფილი იყო მისთვის და ნუ რაღაც ყოველ დაბრუნება უნდა, ხო? ყოველ შემთხვევაში აქ კონკრეტული ადამიანი ისახება, ვინც თქვენთან მიმართებაში აკეთებს იმ სიტუაციას და ნამდვილად მუშაობს იმასთან მიმართებაში, რომ თქვენი ურთიერთობა არ გამოვიდეს, ხო, არ იყოს ისეთი და პირადი ურთიერთობებზე ძალიან ისე ემოციებზე იმოქმედებს ყველაზე მეტად, ხო, გახვიდეთ, არ გამოვიდეს, გქონდეთ პრობლემები, გქონდეთ კონფლიქტები, სულ თვალთვალში არის, სულ თვალთვალში არის იმასთან მიმართებაში, სად მიდიხართ, რას აკეთებთ, რატომ მიდიხართ, როგორ თქვათ ნაბიჯს, აი თითქოს თქვენი წინსვლა ამ ადამიანისთვის ძალიან ისეთი მტკივნეული მდგომარეობათაც იქმება, ხო? ანუ აქ აშკარად ადამიანი არის როგორი მომენტით იცით თქვენს მიმართ, რომ აი თითქოს რაღაცა წაართვით მომენტიც არის, აი არ ვიცი, ანუ ან დრო წაართვით და აღარ უთმობთ იმ დროს ამ ადამიანს, ან რაღაც თulis რომ ადამიანი რომელთანაც ხართ ამას ეკუთვნოთ, არ ყოველ შემთხვევაში ადამიანი აკეთებს იმიტომ რაღაცა მოქმედებებს, რომ თქვენ მას წაართვით ურთიერთობა შეიძლება ითქვას, თქვენ მას წაართვით რაღაცა ბედნიერება, ან შეიძლება თქვენ მიეცით თავის დროზე რაღაც ესეთი რჩევა, რითაც ამ ადამიანს არ გამოუვიდა რაღაც ბედნიერი ურთიერთობა და ნუ რაღაცა ეხლა ცდილობს, რომ ასე ვთქვათ, სპეციალურად თვითონაც რაღაცა ესე მოიქცეს. ყოველ შემთხვევაში მეორე ვარიანტთან კონკრეტულად არის მიმართული პირად ურთიერთობებთან მიმართებაში ნეგატიური ზემოქმედება, ქმედებები, სიტყვები, რაღაცა ესე რომ ვთქვათ, თვალიც, ხო, ნუ რა თქმა უნდა და ნუ აი უფრო ესეთი მომენტია, რომ აი ადამიანი თითქოს ყოველდღიურად აკეთებს რაღაცა არ ვიცი, აი თითქოს ჩანაწერებს აკეთებს, თითქოს აი რაღაც ესეთი ის მოდის აი ადამიანი როდესაც დგას და ერთი და იგივეს იმეორებს თქვენს მიმართ, ხო, აი რაღაც ეს მომენტი მოდის. ნუ მეორე ვარიანტი სამწუხაროდ აქ უფრო ისახება მკვეთრად თქვენთან რაღაცა ნეგატივები. კარგით, ნახოთ აბა, მესამე ვარიანტი, ვინც ერჩია. მეთვის და თქვენთან მიმართებაში არის თუ არა ნეგატივი. აი თქვენ თითქოს რაღაცნაირად ხვდებით შეიძლება ითქვას კიდევაც, რომ რაღაცა შეიძლება იყოს თქვენს მიმართ გამოვლენილი მდგომარეობები, მაგრამ ნახეთ, ყოველთვის რაღაცნაირად ახერხებთ, რომ გაექცეთ სიტუაციას, ხო? აი რაღაცნაირად ცდილობთ, რომ ამ სიტუაციიდან თავი დაიძვრინოთ და ნახეთ, მიუხედავად, აი თქვენ იმდენად გააქვთ ესე რომ ვთქვათ, ალღო, ესე ვიტყოდი იმასთან მიმართებაში, აი სად რა, როგორანაირად, ხო? არის ეს მომენტი, როდესაც აი გრძნობთ, რომ ეხლა თქვენზე რაღაცა იქნება, შეიძლება ითქვას, კონკრეტული ქმედება, ან რაღაცა ისეთი თქვით, რათაც იცით, რომ აი ეხლა ამას მოყვება რაღაც ისეთი მომენტები, რითაც ხვდებით, რომ აი აქ უკვე სასწრაფოდ დავიცვა თავი, ხო, და იწყებთ რაღაცა თქვენს
თქვა წმენდას, ან რაღაც უბრალოდ ლოცვას, ან უბრალოდ საკუთარ თავის ჩაკეტვას, ხო? აქ რაღაცნაირად აბალანსებთ და აკონტროლოთ. აი თითქოს როგორი მომენტი იცით, როდესაც თქვენ მაგალითად სოციალურ ქსელში თქვენ ფოტოს დადებთ, ზუსტად იცით, რომ ამ ფოტოს მოყვება ძალიან ბევრი ნახვა, მაგრამ აი ამ ნახვებთან ერთად მოყვება თქვენი თავის ტკივილი, ხო? რაღაცა თქვენ თვითონ უკვე ისწავლეთ, თითქოს გამოიმუშაოთ რა და როგორ და რანაირად ხდება, ხო? აქ თქვენს მიმართ კი არის რაღაცა მცდელობები, მაგრამ აი ამ მცდელობებს ძალიან კარგად ართმევთ თავს, ესე ვიტყოდი და მიუხედავად იმისა, რომ ხან ერთი კუთხიდან, ხან მეორე კუთხიდან და მთლად ბოლომდე ესე დაზუსტებით არ იცით ვისგან არის, მაინც ახერხებთ გაექცეთ სიტუაციას, გაექცეთ ყველანაირად ამ სიტუაციას და ამაში იცით რა არის, აი სამყაროც რაღაცნაირად გაძლევთ იმის საშუალებას, რომ თქვენ გამოხვიდეთ ამ ყველაფრიდან და ნახეთ როგორი მომენტი არის, როგორც კი გრძნობთ საკუთარ თავს ერთ ადგილას გაჩერებულს, მაშინვე ხვდებით, რომ აქ უკვე რაღაცა არ არის სწორი და აქ უკვე რაღაცა ვიღაცამ შეიძლება რამე იმოქმედა, შეიძლება რაღაცა გისურვეს, ხო? აი თვითონ საკუთარ თავთან მიმართებაშიც, აი გააქვთ ეს მომენტი და ყოველთვის ახერხებთ იმას, რომ რაღაცნაირად განთავისუფლდეთ, ხო? აქ არის ისეთი მომენტი მესამე ვარიანტთან, რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, ქმედებები ესე კონკრეტულად რაც არ უნდა მოხდეს თქვენს მიმართ, თქვენ გააქვთ იმისი გააზრების და ნიშნებს, აი აქ მე მგონი უკვე რაღაცნაირად მესამე ვარიანტი აქცევთ ნიშნებს ყურადღებას და ახერხებთ ხოლმე მაშინვე თავი დაიწვრინოთ თქვენი სიტუაციებიდან და იმ გაჩერებული მდგომარეობიდან, იმ რაღაცა მოპარული ენერგიებიდან და თან რა არის, იცით, ნახეთ, ენერგიას კი გყარავენ, მაგრამ იმდენად უკვე მაღლა ხართ თქვენი ინტუიციური მდგომარეობით, რომ მალევე ახერხებთ ამ ყველაფრის რაღაცა ჩახშობას, ხო? მალევე ახერხებთ ამ ყველაფრის განეიტრალებას, ხო? რაღაცა იმ დოზით, მაინც რა დოზითაც შეუძლია ჩვეულებრივ ადამიანს გააკეთოს, ხო? რაღაცა თავისი ქმედებებით და ახერხებთ, რომ აი რაღაცა პერიოდულობით მაინც ცოტა დაიცვათ თავი, ხო? ან ერთი მომენტი არის, რომ აქ უკვე ვიღაცამ ჩაიტარა რაღაცა წმენდები, ან ჩაიტარა რაღაც რიტუალები და შესაბამისად განთავისუფლდა იმ პრობლემებიდან, ანუ გამოიქცა იმ ნეგატივიდან, რომელიც თქვათ მის მიმართ ხორციელდებოდა, ხო? აი ესეთი გამოვიდა მესამე ვარიანტიც, მე გისურვებთ ბედნიერებას თითოეულ თქვენთაგანს და აკვირდით ნიშნებს, რაც შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, თითოეული ადამიანი იღებს სამყაროსგან აუცილებლად ხოლმე პასუხებს და მინიშნებებს რა როგორ რანაირად, ამიტომ კარგად დააკვირდით ყველაფერს, რათა იყოთ მზად, რომ თქვენ თვითონაც თქვენი საკუთარი თავი დაიცვათ. მე ბედნიერებას გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს და ესეთი ადამიანები, ვინც გყარავენ ენერგიას, არ იყვნენ თქვენს გვერდით. წარმატებით.